გაიზარდა ქალაქ ჭიათურაში. საბუნების მეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიყვანა. შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა სტომატოლოგად დაიწყო. 2012 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. მუშაობდა სტომატოლოგიის ასისტენტად, პარალელურად ზრდიდა 2 შვილს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, კანადური ლიცენზირების ურთულესი გამოცდები, წარმატებით ჩააბარა. დადგეს ლიცენზირებული სტომატოლოგია კანადაში. ამაყობს იმით, რომ ის პირველი ქართველია, ვინც ეს ბარიერი წარმატებით გადალახა და სხვებისთვისაც განსაკუთრებით კი საკუთარი შვილებისთვის სტიმულად იქცა. ქალბატონი სოფიო კუპატაძე. გთხოვთ ქალბატონო სოფიო. ქალბატონ სოფიოს ჯილდოს გადასცემს საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ბატონი ნიკოლოზ აბრამიშვილი. გილოცავთ მოგესალმებით. პირველ რიგში თითოეულ ემიგრანტს, თითოეულ დიასპორის წარმომადგენელს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ საქმისთვის, რასაც აკეთებენ და რა ფასადაც დაუჯდათ ის გზა, რომ დღემდე მოსულიყვნენ. ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობია, იმიტომ რომ ჩემი 27 წლის წინ ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან სიღრმისეულად მესმის ეს ფასი ნამდვილად და გულწრფელი მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს ყველაფრისთვის. გილოცავთ. მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ქალბატონ ინას ასანიძეს, უღრმესი მადლობა მის დას ბელას ასევე და ყველა თქვენთაგანს, ვინც აქ მოგზავნით და გვაფასეთ, ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. დიდი მადლობა ჩემ მეუღლეს ლევანს, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას, ეხლაც ჩემს გვერდითაა და ყველას აბსოლუტურად ყველა ქართველს, ემიგრანტებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ყველაფრის საუკეთესოს მომავალში.